ჩემი აზრით უნაი ემერი მოუგებს ამ თამაშს. რეალობას რო შევხედოთ, ვინისიუს მბაპედან ვიღაც ზედმეტია ჩემი აზრით და როდრიგო 3-3-დან პლუს თუ ბელინგემის თამაშობს, ეს გუნდი ვერ ბალანსდება უბრალოდ. გორეცკა კიმიხი ისეთ ფორმაში არიან და აქედან რო ხითარიანი ჩალხანოღლუ და ბარელა დაეტაკებიან ერთმანეთს, აი მანდ გადაწყდება ძალიან ბევრი რამ. მოგესალმებით, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ გიბრუნდებათ სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტი შედეგს მიღმა. მანამ სანამ ამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, ხოთ და ლაიქოთ იგი, გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე და შეგიძლიათ გამოგყვეთ Facebook-სა და TikTok-ზე. ამ ლინკებს აღწერაში დაგიტოვებთ იმისთვის, რომ მარტივად მიაგნოთ. რაც შეეხება ჩემს სტუმრებს, ირაკლი და რეზისთან ერთად ვარ კლავ, ბიჭებო მოგესალმებით. გამარჯობა. როგორ ახართ? გადასარევად ვემზადებით ლიგისთვის. ზუსტად. ჩემპიონთა ლიგა გვიბრუნდება ამ კვირაში და როგორც წინა გადაცემაში დავაანონსეთ, ასე ვთქვათ, გამომდინარე იქიდან რომ ეს არის ალბათ ყველაზე საინტერესო ტურნირი და პლუს შედის ყველაზე საინტერესო ფაზაში, დღევანდელ გადაცემას მთლიანად დავუთმობთ ჩემპიონთა ლიგას. მინდა დავიწყოთ პარი სენ-ჟერმენით, მინდა მივულოცო ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მეორე ევროპული ჩემპიონატის ჩემპიონობა, ოქროს მედალოსნობა. ხვიჩა კვარაცხელია სულ რამდენიმე დღის წინ ანჟერთან გამარჯვების შემდეგ გახდა საფრანგეთის ჩემპიონიც და აი ამ მოკლე პერიოდში უკვე იტალიის ჩემპიონობაც და საფრანგეთის ჩემპიონობაც აქვს ყულაბაში. თუმცა მიზნები გაცილებით დიდი აქვს. ასტონ ვილასთან ელის უახლოეს დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი და სწორედ ამ შეხვედრით მინდა დავიწყო პრინციპში განხილვა რას ველით საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან. მოდი ვთქვათ, რომ ასტონ ვილა არის არც ისე სასიამოვნო მეტოქე და როგორ გადაჭრის ამ უნაი ემერის პრობლემას ლუის ენრიკე. ლუის ენრიკე და უნაი ემერი ცნობილი თამაში აქვთ ლიგაზე. ლეგენდარული თამაშები ბარსა და PSG-ში. ნუ სურათი გასაგები იქნება პირველ ნომრად ითამაშებს PSG, მეორე ნომრად იქნება ასტონ ვილას აქვს გარკვეული ინსტრუმენტები, რომლითაც ეფექტური შეუძლია იყოს კონტრშეტევებში. მისი გუნდი შემტევი შემადგენლობაც უფრო კონჩეტევებზე არის უკეთ მორგებული ვიდრე პოზიციურ ფეხბურთზე. და პლუს ყველას გვიჩვენოთ რომ მორგან როჯერსს დააკვირდეთ ამ კონჩეტევების ფაზაში როგორ კრავს ის, როგორ მოძრაობს, როგორ პოულობს სივრცეებს. სავარაუდოდ იქნება რომ პირველი პასი ყოველთვის იქნება მოკლე პასი მარტინესისგან და ეცდებიან რომ მოიტყუონ PSG პრესინგზე და შემდეგ ცადონ გარდამავალ ეპიზოდებში შეამოწმონ, მაგრამ ნუ PSG ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს, რითიც შეუძლია გახსნას. ასტონ ვილა საუკეთესო გუნდში შორის შედის ჩემი აზრით ახლა მსოფლიოში ულაპარაკოდ. ამიტომ ძალიან დიდი ფავორიტია ამ დაპირისპირებაშიც. ასტონ ვილას გასვლის შანსი არის დაახლოებით ისეთი, როგორც მაგალითად ვილიარეალმა როგორც გამოგდო ბაიერნი, უნაი ემერის, ნაგელსმანის ბაიერნი, მე მგონი 21-22 წლების სეზონი იყო. მაშინ ძალიან ისეთი იდეალური გეგმა ჰქონდა მოფიქრებული შესაჩერებლად. უბრალოდ მე ვთვლი რომ ეს PSG იმ ბაიერნზე უფრო ძლიერი გუნდია და რაღაც გამართლების ელემენტიც სასჭირდებათ. დემი მარტინესმაც ალისონის დონეზე უნდა ითამაშოს და ასე შემდეგ, მაგრამ ამიტომ PSG ალბათ 75%-ით. არა, ეს ასტონ ვილაც ბევრად ჯობია იმ ვილიარეალს. ბევრად ხო რა, ჯობია. კი, რაღაც თქვა მინდა, მე როჯერს წელს ძალიან კარგია. ვინც პრემიერ ლიგის ფენტეზის თამაშობს ძალიან კარგად იცის მოთამაშე, იმიტომ რომ ძალიან დაბალი ფასი ქონდა. არც ერთი არ თამაშობთ თქვენ და მაგას მე მოვუყვებ. ანუ 5 მილიონი ქონდა როჯერს ფასი სეზონის დასაწყისში. შედარებისთვის ჰალანდს 14 მილიონი ღირდა ჰალანდი და ძალიან ბევრი ქულა აქვს დაწერილი, წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ამ ბოლო დროს თითქოს ცოტა მოუკლო, მაგრამ ეხლა ისევ მოუმატა და როჯერსზე მეტად მე მაინტერესებს ამ თამაში რეშფორდის თამაში. იმიტომ რომ PSG-ს დაცვის ხაზს ყოველთვის პრობლემას უქმნის შერბენები, აი პოზიციიდან სხვა პოზიციაზე გადასვლა და მერე აფეთქება და კიდე სხვა პოზიციაზე დაბრუნება და ძალიან საინტერესო იქნება რაზე გააკეთებს აქცენტს. მე მგონია რომ ან რაშფორდი დაიწყებს და თავიდანვე მაგას ეცდება ერთ ფლანგზე როჯერსი იყოს, შუაში ვოტკინსი, რომელსაც ცოტა არც ბევრი გოლი გააქვს ამ ბოლო ერთ თვეში არ აქვს დიდი შედეგიანობა. როჯერსი, რაშფორდი, ვოტკინსი იქნება და ეცდება რომ აი ამ
დაპინოს მცველები ვოტკინსმა და რაშფორდის ჩარბენებით როჯერსიდან პასით რაღაცა საინტერესო უნდა იყოს ძალიან რა მართალია PSG ძალიან ფავორიტია მაგრამ იქნებ ეხლა ჩემპიონები გახდნენ და იქნებ ბევრი დალიეს და პახმელიაზე იყვნენ ეგეც ხო შეიძლება მაგრამ ცოტა unpopular opinions ვიტყვი ჩემი აზრით უნაი ემერი მოუგებს ამ თამაშს ამ დაპირისპირებას არაფერზე დაფუძნებული არ არის გულწრფელად რო თქვა ეს ყველაფერი მაგრამ გონია რომ ემერის აი ეს პლეიოფის თამაშის ცოდნა აჯობებს ლუის ენრიკეს აწყობილ ფეხბურთს რაღაცა სიახლეს შემოუგდებს რა უნაი ემერი ზოგადად ასტონ ვილას თამაშებს ვინც უყურებთ უნაი ემერის აქვს როგორ ყოფს იცი თამაშს თითოეულ საფეხბურთო ინსტრუმენტს თამაშის რაღაც ნაწილში იყენებს. აი მაგალითად ბოლო მატჩი იყო ბრაიტონთან, რომელიც 3-0 მოიგო ასტონ ვილამ. თუმცა ნახე როგორ იყო გადანაწილებული მე ვუყურე მაგ მატჩს და რაღაცა 5 წუთიან მონაკვეთში ასტონ ვილა 5 კაცით ადის პრესინგზე. ამ შემთხვევაში ეს მისი მაღალი ნახევარმცველები რო ყავს გულისხმობ ანდრე ონანას და კამარას, ესენიც ადიან და ცდილობენ რომ მეტოქე გამოიჭირონ საკუთარ ნახევარს. თუმცა PSG-სთან ეს არ ვიცი რამდენად ეფექტური იქნება, იმიტომ რომ გრძელი პასებით და სწრაფი ფლანგელებით PSG შეუძლია რომ ეს პრესინგი ძალიან უპრობლემოდ გაარღვიოს. მორგან როჯერსი რომელიც ახსენეთ, მორგან როჯერსის ძირითადში ჩასმა უნაი ემერი მას შემდეგ დაიწყო, რაც საყრდენ ნახევარდაცვა გაუხდა ასტონ ვილას ძალიან ფიზიკურად ძლიერი. დუგლას ლუისი შარშან თუ გახსოვთ, ის დაცვით ფუნქციებში ისეთი ძლიერი ვერ იყო, უფრო ბურთის გათამაშებაში იყო ჩართული. ეხლა უკვე როცა ეს ანდრე ონანა და პლუს კამარა ესეთი ფიზიკურად ძლიერები არიან, უნაი ემერი მიფიქრა და მოდი შეტევითი პოტენციალის ასამაღლებლად იქ ჩავსვათ მორგან როჯერსი, რომელიც მართლა რაღაცა 10-იანი სტილში თამაშობს და ხან ფლანგზე გადადის, ხან აქეთ ფლანგზე გადადის და მოკლედ აქედან ქმნის შეტევებს. ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ხო ნახევარდაცვით დუეტს ვინ მოიგებს. და ნუ ერთი ფაქტორიც უნდა ვახსენოთ, რეშფორდი უკვე ახსენა. მარკო ასენსიო რომელიც ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია. ჩვენს Facebook-ზე შეგიძლიათ ნახოთ რა სტატისტიკები აქვს ბოლო პერიოდში პრემიერ ლიგაში ტრანსფერის შემდეგ, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი საერთოდ ფეხბურთელებს შორის და არ გამოვრიცხოთ რომ მარკო ასენსიოსნაირი ფეხბურთელები რაღაცა ფაქტორ X-ები იყვნენ იმისთვის რომ გადატეხოს, მაგრამ ჩემთვისაც PSG ფავორიტი. მონჩი თქვა რომ რატომ მოვიყვანეთ რეშფორდი და ასენსიო რომ ემერი არისო საუკეთესო მწვრთნელი ვისაც შეუძლია გაცოცხლება ფეხბურთელების და ახსენა კიდე რომ ჟოო ფელიქსსაც ვაპირებდით რომ მოვიყვანა მაგრამ მილანი აირჩიაო და იხედავთ რადგან შეიძლება ველიქსი. ამ თემის დასასრულს ისიც ვთქვათ, რომ ორივე გუნდმა ამ ტურის თამაშები მოიგო ასტონ ვილამ საკმაოდ რთული მატჩი ნოთინგემთან. თან ძალიან მარტივად მოიგო. ხო. და ნუ PSG-მ როგორც ვთქვით, მოუგო ანჟერს და გახდა ჩემპიონი. ამ თემაზე თუ გსურს რამის დამატება? ერთ იმას დავამატებ, რომ ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული არა. მგონია, ძალიან მგონია, ესე ვთქვათ. რომ ემერი გამოიყენებს თავისი ახალი რაღაც მოფიქრება რო აქვს, რომ 4 ცვლილება ერთად. ხო. აი, სადღაც მე-60 წუთამდე რაღაც თამაშს დაიჭერს, შეხედავს და 4 ცვლილება ერთად და საერთოდ შეიცვლება თამაში. პირველ თამაშში ეგ მგონია რომ აუცილებლად მოხდა. მაგაში ხელსიკა ისიც უწყობს რომ ძალიან ღრმა შემადგენლობა ყავს. ლეონ ბეილი ფლანგიდან, იქ რეშფორდი როგორც ვთქვით, ასენსიო, მოკლედ ეს ჯონ დურანის გაყიდვით მიღებული თანხა ძალიან კარგად გამოიყენა ასტონ ვილამ. კარგი, ამ თემაზე მე მგონი დავხურეთ. მეორე ეს რატო დავიწყეთ PSG-თ, ხო? ქართველებისთვის ყველაზე საინტერესო თემა და წვილია ცალსახად. მეორე რომელიც მე ვფიქრობ რანკით მეორე ადგილზეა ინტერესის მხრივ არის მადრიდის რეალისა და არსენალის მატჩი. ორივე გუნდმა ჩააგდო ამ ტურის თამაში, არსენალმა ევერტონს ვერ მოუგო, მადრიდის რეალმა წააგო ვალენსიასთან საერთოდ და ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იყო გიორგი მამარდაშვილის მხრივ, იმიტომ რომ ნუ იფრინა მამარდამ 11 მეტრიანი აუღო ვინისიუს ჟუნიორს, 10 სეივი ჰქონდა ჯამში და მატჩის MVP-ც გახდა. არსენალი რეალი, მოკლედ რას ველით ამ წვლით? მას შემდეგ რაც აღმოაჩინეთ რომ ვინისიუს ყოფილა ფუფლო ძალიან სულ დღეს ჩავარდა არსენალი. ჯერ ხო ეპიდემიაა ჩვეულებრივი, ყველა დამტვრეულია და მიკელ მერინო თავდამსხმელი გახდა, იმიტომ რომ ფიზიკურად ჯამრთელი ტიპი არ ყავდა იქ.
გაბრიელი დაიმტრო კიდე. თან დაიმტრო 23 წუთზე თუ რაღაც ეგეთზე, ფენტეზი წინა წყვილზე რადგან თქვი, აქაც ვიტყვი რომ დაახლოებით 40 და რაღაც პროცენტს ყავდა გაბრიელი მთელი მსოფლიოდან ვინც ფენტეზის თამაშობს და წელს ძალიან კარგი იყო. თან გაბრიელის ყველაზე დიდი პლუსი რაც არის კუთხურები, ყველა კუთხური თითქმის მასზე ორიენტირებული. თუ მასზე არ აწვდიან ყველაზე ტანმაღალი მცველი გაყავს და იშორებს ჩაწოდების ზონაში, ну კიდე მე ბლოკებს აყენებენ ძალიან კარგად, მაგრამ მაგაზე ის ერთი გადაცემა უნდა ჩაუწეროთ რას აკეთებენ. ის ტიპი მოვიწვიოთ არსენალის სტანდარტებისთვის. არსენალის ხო კარგი აზრია. და დარჩა ვინ სალიბა დარჩა და კივიორი. კივიორს ბევრი თამაში არ უთამაშია, სავარაუდოდ ტიმბერსაც დააყენებს ფლანგზე, მაგრამ კარგი ამბავიც აქ ის რომ საკადაბრუნდა ბოლო ორი თამაში ნახევარ საათი შემოდის და სავარაუდოდ უკვე შეამზადა იმისთვის რომ ეხლა ნუ მინიმუმ 1 საათი მოგიწევს სირბილიო რა. ოდეგორი მაინტერესებს როგორი იქნება ამ დაპირისპირებაში, იმიტომ რომ შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს, მაგრამ ოდეგორი 15 წლის რო იყო რეალმა იყიდა ძალიან ბევრ მილიონად. კი, როგორ. მერე იარა აქეთ-იქით სოსიედადში, იქ ვიტესშიც იყო, მე მგონი ვიტესში საიდან მოხვდა არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი მანდაც იყო და ეხლა საბოლოოდ არსენალში გაიხსნა და ნახოთ ბოღმა ხო არ აქვს რეალის წინააღმდეგ ჩარჩენილი. წყვილს ფავორიტსაც ვიტყვი ბარემ და მე დაგითმობთ. ბურთსაც დამოედანს მაინც ან მე ვთვლი რომ როცა ერთად ვახსენებთ ჩემპიონთა ლიგას და რეალს იქ ვინც არ უნდა იყოს სოფლიოდან კრები რომ დააჯახო რეალს მაინც რეალია ფავორიტი რა სხვანაირად არ ითქმის ჩემპიონთა ლიგაზე სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის მეორე თამაში მანდარის თან მეორე თამაში არის სანტიაგო ბერნაბეუზე რეზიმე ვიტყვი და მე დაასრულე ასე ვთქვი. ხო, ტრავმების ეპიდემია ახსენე, პრინციპში კაი ჰავერცი არ არის, ტომიასუ არ არის, ეხა გაბრიელ მაგალაეში შეუერთდა, გაბრიელ ჟეზუსი არ არის. მესმის, მაგრამ როცა მეორე მხარეს დგას რეალი, ცოტა უხერხულად უგზნობ თავს რომ ტრავმების ეპიდემიაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ რეალი მესმის რომ რეალია, მაგრამ ნუ შევხედოთ აბა ხო, ფანების პერსპექტივიდან შევხედოთ, ფაქტობრივად ყოველ მეორე მატჩს რეალი თამაშობს ისე რომ ცენტრალურ მცველად ნახევარმცველი უდგას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა განსხვავება არის ის, რომ არსენალისთვის მაგალაეშის და სალიბას დუეტი არის რაღაცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თან მინუსი არის ისიც, რომ კალაფიორიც არ ყავს და კივიორი შენის თქმის არ იყოს, არ არის ეს გამოცდილ რომ ასეთ დონეზე არ თამაშო თან ვის უპირისპირდები, ხო? ვინისიუსი, ბაპე, როდრიგო, ბელინგემი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, რაც შეეხება შეტევას, აქ ჩემს აზრს ვიტყვი. აქ მე გავაკრიტიკებ არსენალის ხელმძღვანელობას რა. ჯერ ერთი, ხო, ყველა მიცის გაბი ჟეზუსი როგორი ფეხბურთელია. მსხრევად ყოველ მეორე ტურში ლამის და ინგლისში საუბრობ ჩემპიონატზე, რომელშიც რავი, არც ერთ გუნდს ფული არ უჭირს. და როდესაც შენ არსენალი ხარ და ყველა ან მაღალი მიზნებისთვის იბრძვი, მე ვფიქრობ შემადგენლობის ხრივაც მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ვიღაცა თუ დაგემტვრა, ალტერნატივა არსებობდეს. აი, ასტონ ვილას მაგალითი ვთქვათ, ხო? იმდენი ალტერნატივა ყავს, მაგალითად ვოტკინსის, რომ ვოტკინსი რო დაიმტვრეს, ან რეშფორდს დააყენებს, ან როჯერს დააყენებს. ნუ მოკლედ ალტერნატივას იპოვის და მე ვფიქრობ, რომ არსენალის ხელმძღვანელობას ან ზაფხულში, ან ზამთარში უნდა გაეკრა ჯიბეზე ხელი და ვიღაც ფორვარდი მოეყვანა. ჩემთვისაც ფავორიტი არის ცალსახად მადრიდის რეალი, გულშემატკივრო კიდეც ამ წელს მადრიდის რეალს და რეზი ერთ სანამ რეზი თუმცა ტრავმებზე კურტუა და ლუნინი ორივე დამტროულია. ფლამის ვალვერდე ჩადგება სავარაუდოდ მანდაც. არა, კურტუა ბრუნდება. ეს გაბრიელის ტრავმა ამ სტანდარტების კუთხით იყო ძალიან ტკივნეული არსენალისთვის, იმიტომ რომ საკა გაბრიელი არის თავარი წყვილი სტანდარტებში ჯერ საკა არ იყო, საკა დაბრუნდა და გაბრიელი დააკვირდა. ანუ კი ყველაფერს ვიზიარებ, რომ ჩემპიონთა ლიგა 15,000 რაღაც რეალის თამაში ბოლოს როდის მოგეწონათ. ნუ ეს იგი საშინელ ფორმაშია ვთქვათ. როცა იგებდა, მაშინ როდის მოგწონდა რეალის თამაში. არა, მე მესმის რომ ანუ ჩემპიონთა ლიგაზე რეალის სხვა კრიტერიუმებით უნდა შევაფასოთ, მაგრამ 20 ჯერ დაურტყა რაიო ვალეკანო რეალს კარებში. ლეგანესმა 2 გოლი გაუტანა, ვალენსიამ 2 გოლი, სოსიედადმა 4 გაუტანა. რეალი არ არის ის რეალი, ანუ ძალიან მყიფე გუნდია. მე ვთვლი რომ კავანშოთ ძალიან დიდ სამუშაოს ეწევა და ვთვლი რომ ამაზე უკეთ ამ გუნდს მეტი ვერაფერი ვერ დააბალანსებს, მაგრამ რეალობას რო შევხედოთ, ვინისიუსი მბაპედან
ვიღაც ზედმეტია ჩემი აზრით და როდრიგო 3-3-დან პლუს თუ ბელინგემის თამაშობს ეს გუნდი ვერ ბალანსდება უბრალოდ ნუ ეხლა ხან მბაპე მოვიდა გასაგებია რომ მბაპეს აღამენ არ გაუშვებს მაგრამ ავიც თუ საუცარაბეთთან კარგი შემოთავაზებები არის მგონი უნდა იფიქრონ თან ციფრების ხრივაც ვინისიუს არ აქვს რაღაც სასწაულის სეზონი ხო ანუ ვინისიუსი კარგი სეზონი ჰქონდა როცა დაიწყო სეზონი მაშინ ჯერ მბაპე არ იყო ფორმაში და ვინისიუსი ძალიან დიდი ფეხბურთელია და რაღაც ყველაზე საფრთხე ფეხბურთელია შეიძლება მსოფლიოში მაგრამ აშკარა არის რომ რეალს ნუ ატლეტიკოსანაც მარტივად ვერ გავიდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ესე ფავორიტი არის კი, მაგრამ ისეთი ცალსახა ფავორიტი არ არის, იმიტომ რომ რეალი ბევრს უშვებს ძალიან ბევრს უშვებს. უბრალოდ მიკელ მერინო რამდენს გაუტანს? ნუ მიკელ მერინოსაც გააქვს. მიკელ მერინო არ არის ისეთი კლასიკური ფორვარდი, ეს შემხედრი მოძრაობა, მერინო ჩამოდის და რაისი შერბის ხშირად ხრიანის პოზიციაზე და შემდეგ პლუს საკამ მარტინელიც დაუბრუნდათ ტრავმის შემდეგ, ანუ რაღაც არსენალს ექნება. არსენალს რომ ყოლოდა ყველა მცველი მე და თანაბარწყულად განვიხილავდი, მაგრამ ნუ აი დაცვაში არსენალის ტრავმებმა უფრო რეალისკენ გადახარა, ცხადია. უპირატესობა, მაგრამ თუ საბოლოო ჯამში განვიხილავთ ჩვენ ამ ბადის ამ მიმართულებას, აი PSG რეალში ისევ ეს რეალის ფაქტორი გამოვიწყოთ, PSG ხა ბევრად წინ დგას ვიდრე რეალი. ამაში ხარიც. თან მბაპე გაუშვა. არ გაუშვა. სუპერ მაჩი. სეზონის დასაწყისში, როდესაც ფეხბურთელებმა თავად დაიწყეს საუბარი გეხსოვებათ მატჩების რაოდენობაზე. როდრი რო საუბრობდა და მე ორ დღეში რომ ყესები გაიწყვიტა. კარვახალზეც იგივე იყო დაახლოებით. ეხლა პრინციპში ფეხბურთის გულშემატკივრები ვიმკით ამ ყველაფერს. აი სეზონი შედის გადამწყვეტ ფაზაში, ჩემპიონთა ლიგა უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ შიდა ჩემპიონატებში შეიძლება რაღაცეები გადაწყვეტილი იყოს, თუმცა ეს მატჩების რაოდენობა პირდაპირ პროპორციულად აისახება ფეხბურთელების ტრავმებზე და ამის იდეალური მაგალითია, რადგან რეალი არსენალზე მორჩით, შემდეგი წვილი მიუნხენის ბაიერნი ინტერის წინააღმდეგ, ხო? ირაკლის კი ეღიმება და არ იფიქროთ, რომ ეს ბოროტი ადამიანია და ვიღაცების ტრავმები უხარია, მაგრამ ნუ გულშემატკივრის პერსპექტივიდან იდეაში სწორია, ხო? მოკლედ, ბაიერნი ხვდება ინტერს იმ მდგომარეობაში, რომ ალფონსო დევისი არ ყავს, რომელიც ანაკრებო შეკრებაზე დაიმტვრა, დაიო უპამეკანოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის, იტომ ფეხის თითი მოიტეხა და აი ხა სულ რამდენიმე დღის წინ ჯამალ მუსიალა დაიმტვრა, თან დაიმტვრა აუგსბურგთან, არანაირი საჭიროება იმ მატჩის არ იყო, კი მოიგო ბაიერნმა, თუმცა მე მგონი ერჩივნად წაეგოთ და მუსიალა არ დამტრეულიყო. ზუსტად ამ დილით გავეცანით ინფორმაციას, რომ 6-8 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს რა თქმა უნდა ინტერთან და საუკეთესო შემთხვევაში დაბრუნდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ მიდი და გადი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მუსიალა გამოქვს. ფინალი მიუნხენში. ნოიერი მე მგონი ბრუნდება და იმიტომ ნოიერი იქნება. არ იქნება, გუში რა იყო და დღეს. არა ეს ხო არ თამაშებსო და. არ არის პრობლემა. დავიწყოთ ამ წყულზე მოკლედ. ხო, ანუ ეს წყვილი და მე თავიდან ვთვლი რომ ბაიერნი იყო ამ წულში ფავორიტი. ბაიერნ, მაგრამ ახლა უკვე ცხადია რომ ინტერი არის ფავორიტი ტრავმების და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, პლუს ინტერი შედარებით შევიდა ფორმაში, ჩალხანოღლუს დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბოლო თამაშებში, დიმარკო დაბრუნდა ტრიუმფალურად, ორივე საგოლე პასი რო გააკეთა ეგრევე უდინეზესთან და მოკლედ ინტერში ბევრი რაღაც ასე ვთქვათ ტრავმების კუთხით ბევრად უკეთეს მდგომარეობაა. სისტემურადაც რა აქვს დაფას გამოვიყენებ. ბაიერნის წინააღმდეგ ინტერი სქემატურად კარგად ერგება ბაიერნს. ეს არის რო წარმოიდგინოთ ბაიერნი როგორ უტევს. ანუ ავარს ქონდა ინტერვიუ გაზეტა დელო სპორტთან, სადაც თქვა რომ ამ წყულში ის მოიგებს, ვინც უკეთეს დაცვას ითამაშებს ოღონდ. დაცვა არის განსხვავებული, ანუ ინტერი სავარაუდოდ დათმობს ბურთს და ითამაშებს მეორე ნომრად და უფრო ავტობუსის სტილში ბაიერნიც აუტობუსს აყენებს, ოღონდ მოწინააღმდეგის მესამეში აყენებს ხოლმე ავტობუსს, ანუ აგრესიული კონტრპრესინგი და ასე შემდეგ. ეს არის ბაიერნი როგორ უტევს, ანუ აქ თამაშობს მუსიალა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მუსიალა არ არის, კეინი, ვინგერები შემოდიან, ან ფლანგის მცველები მაღლადიან ყოველთვის, ორი ნახევარმცველი და ორი მცველი რჩება ყოველთვის უკან. ანუ ინტერს ახლა რა უპირატესობა აქვს? 2-2-ზე რჩებიან ყოველთვის უკან, პლუს შეთამაშებული დუეტი შეთავდასხმაში, რომელმაც იცის ვისად გაიხსნება და ასე შემდეგ. ორი ნახევარმცველის წინააღმდეგ იქნება 3 და არის ეს ნახევარფლანგური ზონები, სადაც ლატერალებს შეუძლიათ ირბინონ. ბაიერნის უპირატესობა ის იყო, რომ ინტერის ავტობუსი არ არის ისეთი საიმედო წელს, როგორც 15 წელს. ნუ წინა გასულ სეზონში ან ასე შემდეგ და თქვათ ეს მასობრივად, როდესაც იტვირთება, თქვათ 6 კაცი შეტევა, ბაიერნს შეეძლო უფრო მეტი მომენტი შეექმნა თავის პოზიციური შეტევებიდან, ვიდრე ინტერს კონტრშეტევებიდან, მაგრამ ტრავმების გამო დევისი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ამ დასაზღვევად ამ კონტრშეტევების. დევისი არ არის უპამეკანო, კი ბევრისთვის რაღაც
მემფიგურაა და დასცინიან, მაგრამ ამ სეზონში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, ინდონეზე თამაშობდა. და პლუს ფიზიკურად ძლიერია, სწრაფია და ასეთ ეპიზოდებში ძალიან მნიშვნელოვანია. იტო, ვისაც ეს ორივე შეცვლა შეეძლო, საჭიროების შემთხვევაში ისიც არ არის. მუსიალა, ჩემთვის ავიღეთ, უკროს ბურთის ერთ-ერთი კანდიდატია წელს და მოკლედ ამ ტრამვებმა პლუს ის რომ ინტერის სქემა კარგად აჯდება ბაიერნის სქემას, ინტერი ჩემთვის აქცია 60%-იან ფავორიტად. მოდი ინტერს მე მივამატებ მანდ. მანამ სანამ გადაალაგებენ ბიჭები, მე მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და გამოყვეთ Facebook-ს და TikTok-ს. იქამდე ერთ რაღაცას ვიტყვი ინტერზე შენ სანამ გადაალაგებ, ჩემი აზრით ამ მატჩში უდიდესი მნიშვნელობა იქნება ნახევარდაცვის დუეტს, იმიტომ რომ გორეცკა კიმიხი ისეთ ფორმაში არიან და აქედან რომ ხითარიანი ჩალხანოღლუ და ბარელა დაეტაკებიან ერთმანეთს, აი მანდ გადაწყდება ძალიან ბევრი რამ. მე ვთვლი რომ ბაიერნისთვის უპირატესობაა ის რომ პირველ მატჩს თამაშობს საკუთარ მოედანზე, როგორც ეს მოხდა ლევერკუზენის შემთხვევაში, თუ ეგრე წაუვიდა ბაიერნს თამაში, არ გამოურიცხოთ რომ ინტერი სერიოზულ პრობლემებს წააწყდეს. მაგრამ ხო დაბრუნებები ახსენე რეზი და ლაუტარო მარტინესი დაბრუნდა, ეგ დაგვავიწყდა, ხო? არგენტინის ნაკრებთან ერთად მიიღო ტრავმა და ნუ მოკლედ დაუბრუნდა ინტერს და ითამაშა კიდეც პარმასთან, რომელშიც ინტერმა ქულები დაკარგა. ირაკლი. ხო, თან მანდაც რატო დაკარგა, იცი ქულები? თამაშს არ მოყურებია, ვერ მოვასწარი გუშინ ყურება. ეს იყო რა ქვია. ადრე რო ვიძახდით რაღაც ძალიან საინტერესო სტატისტიკა რო გამოვიტანეთ, რომ ბასტონი გადიოდა და გოლებს უშევდა. შესვენებაზე შეცვალა 2-0-ს. კი. და კი ნაღამწააგო ეგ თამაში საერთოდ 91 წუთზე ისეთი გოლი გაუშვა. აი ეს მომენტი იყო მაგრამ პავარისის რო ახსენე ინტერვიუ, იქ ახსენა ბასტონი და ბასტონის დაარქვა ნახევარმცველი სლეში მცველი, ანუ ორი პოზიცია აქვს. მე მგონი ფორვარდიც უნდა მიაწერო. კი. აი რატო იძახის ეს მოიცი ჯერ მე დაუხედე რას ვიძახი. წითლები არიან ბაიერნი და ბაიერნის ეს საწყისი წყობა არის 4 მცველი, 2, 1, 3. და როგორ გადადის, მოდი ეგ კი მარტივად მიხვდებოდ, მაგრამ მაინც ხაზი გავუსვათ, შემოვიდნენ ვინგერები შიგნით, აიწიეს ფლანგის მცველებმა და მივიღეთ ეს 2, 2, 1, 5. ინტერის წყობა 5-3-2 ან 3-5-2, რომელიც გინდათ პირდაპირ სარკისებურად ხდება, ანუ აი ამ პოზიციაში ყველა კონტროლის ქვეშაა, ნახევარდაცვას ზუსტად აკონტროლებს, 2 თავდამსხმელი, გააჩნია სად წავლენ, აი ეს მოთამაშეები იქნება ყველაზე მთავარი. აი ფლანგის მცველები შეიძლება რომ ეს კი აღარ მოხდეს და ეს ჩარბენები შეიძლება ამან გამოწიოს და აქედან შევარდეს, ანუ შეიძლება მცველით შევიდეს წინ. იმიტომ რომ აქ პირდაპირ ძალიან მარტივად ეს ორი ადამიანი ეს ეუბნება რომ ვიჭერ ამ მოთამაშეს, ეს წავიდა, გაყვა რაღაც მომენტში გაცვალეს დატოვა ამაზე და ამოვიდა რომ ეს გააუნებელყოს რა. და ყველაზე მეტად რატომაც მგონია უკვე ამ წყულში ინტერი ფავორიტი რომ აი სადღაც ამ მონაკვეთში ბაიერნს ცოტა გაუჭირდება ბურთის დაჭერა. მთავარი ტიპი ვინც ბურთს იჭერდა იყო მუსიალა და ინტერი ამ სეზონში დაცვაში მთავარ აქცენტს აკეთებს იმას რომ შეიძლება საერთოდ აი ესე ითამაშოს ინტერმა დაცვა. აი ეს მოთამაშე არ აქვს. მოვიდა აქ ბურთი მოვიდა და 4 კაცი მოდის ეგრევე რა. რომ გალია გაუკეთონ. და ამ გალიაში მოამწყვდენ ისე რომ არც გასაქცევი ქონდეს, ბურთიც არც არ გადიოდეს, ბურთი აიღოს და მერე უკვე ძალიან სწრაფად მოვიდნენ აი ამ პოზიციიდან აი აქამდე რა. ძალიან რთულ დღეში იქნება ეს ორი ადამიანი. მცველები ვინც იქნებიან, ნუ პამეკანო არ იქნება. კიმი იქნება ერთი და დაბრუნდა, კიმა მოასწრო დაბრუნება. იყო აუგსბურგთან ითამაშა. კიმმა ეხაც ითამაშა, თამაშიც არ მეყურებია. და კომპანიზე მანდ როგორ მოხდა ისეთი კაცი ერიკ დაიერი. ერიკ დაიერი იქნება. იქნებ კომპანი თვითონ შევიდეს ერთ-ერთ მცველად. იგაც არ არის ცუდიანი. იმიტომ რომ თან კიმი კიდე შეჩვეულია ცოტა ინტერეს თავდასხმასთან თამაშს და დაიერი მაგარ შავ დღეს ჩავარდება, იმიტომ რომ რაღაცნაირი აი ტლანკი მცველია, დიდი, კარგი პასი აქვს. დაიერი საერთოდ სწორად მახსოვს, საყრდენი იყო. და საყრდენიდან ჩამოწიეს და ინტერის სწრაფ თავდამსხმელებს რომ აი ეს დაიერი გაუნკლავდეს, რაღაც არ მგონია თან პლუს ამ ორ კაცს დიდი ამბავია, იმიტომ რომ ნახევარმცველები ჩერბიან. თან ინტერის შეტევა ის ხო არ არის რომ
სწრაფად წავედით და თავდამსხმელები აქ მოვედით. ეს გარდა იქნება ისე რომ ეს აქ წამოვა, ეს სადღაც აქ ჩამოვა, ეს აქავა, ეს აქავა და აი ეს ფლანგის მცველი შევა თავდამსხმელის პოზიციაზე და აი ესა კიმმა და დაიერმა რა უნდა ქნან რომ პოზიცია დაიტოვონ და აქ ამ ხელას სივრცე მისცენ თუ ამათ გაყვნენ და აქ სიცარიელი დატოვონ აი ეგ ბევრი კითხვის ნიშანია მაგრამ 60-ზე არ გეთანხმები უფრო 51-59-ზე რა იმიტომ რომ ორივე ძალიან ტოპ კლასის გუნდია ინტერს არ აქვს საუკეთესო პერიოდი ახლა კი ყველა შედის ფორმაში მაგრამ ანიავებენ ქულებს უაზროდ და უდინეზესაც გოლი გააქვს მაგრამ ინტერისთვის და პარმას საერთოდ 2 გააქვს. უდინეზე როგორ მაგარი ფეხბურთელია. ლორენცო ლუკა რატო დამიკნინე ესე? ლორენცო ლუკა გადმოვა ჩვენთან ცოტა ხანში და მაგიტო დაგიკნინე. ლორენცო ლუკას უკეთესი ფეხბურთელია. ხირცებოდა ამას ვიტყვი. და დღეისთვის პრინციპში ბოლო წვილი ბარსელონა დორტმუნდის ბორუსია. ესე იმიტომ დავალაგეთ რომ ბაიერნი ინტერი რომელზეც უკვე ვისაუბრეთ ზუსტად ამ წვლიდან გამარჯვებული ხდება დორტმუნდის ბორუსია ბარსელონიდან გამარჯვებულს. სასწავლო ფორმაში მყოფი ბარსელონა და არც ისე კარგ დროება მყოფი დორტმუნდის ბორუსია. ეზი, გისმენთ. ხო, თან დორტმუნდს აქვს ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც აურა, რეალივით აურა არ აქვს, მაგრამ ფინალში შეუძლია გაძვრეს და ასე შემდეგ. ნუ დორტმუნდს აქვს რაღაც ინსტრუმენტები, რომელთაც შეუძლია ბარსელონა შეაწუხოს. ერთ-ერთ კონტრჩეტებებზე იქნება მთელი აქცენტი და კონტრჩეტები კარგად შეუძლია ჩეკრან ADM-ი კიტენსი ფლანგებზე, გირასე შეუძლია იყოს რაღაც შემკრელი, პლუს სტანდარტებზე კარგად მუშაობენ. ნიკო კოვაჩის ძმა რობერტ კოვაჩი არის სტანდარტების მწვრთნელი და შლოტერბეკს ჩააწოდებინეს კუთხურები და 2 საგოლე პასი გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე სპორტინგთან თვითონ კიტენსიაც უდიდა ჯარიმას და იქიდან საგოლე პასი გააკეთა. ანუ ეს რაღაც ინსტრუმენტები დორტმუნდის არის. ანუ გასაგებია რომ დორტმუნდი ვერ იქნება ბარსელონასთან ფავორიტი და ყველა აკრიტიკებს ნიკო კოვაჩს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დორტმუნდს არ აქვს თავის თამაშის სურათი, მაგრამ ძალიან კარგად შეუძლია ადაპტირდეს. მოწინააღმდეგესთან აი მაინცთან თამაში იყო საუკეთესო მაგალითად, როდესაც დაივიწყეს ყველაფერი ფავორიტის სტატუსი სახლში რომ თამაშობდნენ, ზოგ დიდი კლუბი როა მაინცთან შედარებით ფავორიტის სტატუსი ალბათ მომაღალი იყო. და ადავიდნენ 5 წელიან ტაქტიკაზე და გადაუარეს. ნუ გასაგებია რომ შეიძლება უფრო დიდი ალბათობა იმის რომ დორტმუნდმა 2 გოლი გაიტანოს და 7 გაიტანოს ბარსელონამ, იმიტომ რომ ბარსელონა უბრალოდ რაღაც არანორმალურ ფორმაშია ყველა. შეტევა იდეალურად მუშაობს, პედრის ასწავლებს აკეთებს, დაცვა მივიდა თითქმის ინდონეზე რო გოლს არ უშვებს და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი აწყობილია შედარებით რაფინიაზე ამბობენ რომ ცოტა ამოვარდა ფორმიდან ნაკრებში რომ ენა ატლიკინა ბევრი შემდეგ ბულინგის ხვერპლი გახდა. მაგრამ ნუ ცხადია რომ ბარსელონა ფავორიტია, მაგრამ დორტმუნდს აქვს ეს რაღაც ადაპტირების უნარი, აქვს ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც სიცოცხლის უნარიანობის უნარი და პლუს აი ეს კონტრჩეტებები იქნება სახებთან ADM კარგ ფორმაში, გიტენსი არა ახლა ისეთ კარგ ფორმაში, მაგრამ ნუ ეს რაღაც სტრაპშეტებები პლუს სტანდარტები შეიძლება მომენტები იყოს დორტმუნდისთვის იარაღი და პლუს ანუ დაახლოებით ისეთ სურათი, როგორც აი შარშან დორტმუნდმა როგორც გამოგდო PSG. ნახევარფინალში ხო, როდესაც კობელი გაგიჟდა, ყველაფერი აიღო, PSG-მ ვერაფერი ვერ შეაგდო და ნუ იქ სტანდარტიდან გაიტანა ჰუმელსმა და ასე შემდეგ, ხო? კობელი წელს ახლა ისეთ ფორმაში არ არის, პირიქით ცუდ ფორმაში, ანუ ეგეც ბარსელონას შანსებს ზრდის, მაგრამ ნუ რაღაც პროცენტები დორტმუნდსაც ექნება ალბათ. რაღაც პროცენტებიც ექნება, ხო? და ეს რაღაც არც ისე ცოტა იქნება, ალბათ ერთი 30-35%-ს გაკაჩავს მარტივად დორტმუნდი. ნუ კაი. 25-30. ხო, ეს არის. მე მგონი ერთი მე სადღაც მეორე მესამე გადაცემაში ვთქვი, რომ უზომოდ მინდა წელს ვნახო ინტერი ბარსელონას თამაში თქვა. და მე მგონი ამიხდა. ბევრად ძლიერი გუნდი, აი ბევრად ძლიერი, ბევრად გამართული გუნდია ბარსელონა და აი აქედან ნუ შეიძლება ნიკო კოვაჩივით არ ვიცი ფეხბურთი და რა ქვია ნიკო კოვაჩის ძმა? რობერტ კოვაჩივითაც არ ვიცი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან აი არაფერი არ მეტყველებს იმაზე, აი რის ხარჯზე შეიძლება გაძვრეს დორტმუნდი ნახევარფინალში, აი ვერაფერს ვერ ხედავ. ვერ ყვითელ კედელს ხედავ თლად ეგეთი როქნას. ADM-ის კარგ ფორმას, აი საერთოდ არაფერი არ ჩანს, აი რაღაცის ხარჯზე. აი PSG Aston Villa-სთან ხო მაგარი ფავორიტია, მაგრამ
იქ კიდე რაღაცის ხარჯზე, რაღაც რა უნაი ემერის ხარჯზე ვფიქრობ, რომ შეიძლება რა ძალიან მგონია, რომ ჩვენ და სამწუხაროდ PSG-ს ჩატოვებს Aston Villa. რატო არ ვიცი, ეგრე მგონია, უნაი ემერის ხარჯზე. აქ აი რომ ინდოდეს ვერ უპოულობ ვერაფერს რა, აი არც ნიკო კოვაჩია რაღაც, არც ტოპ მწვრთნელია, არც გამოცდილი მწვრთნელია, არც იცი როგორი მწვრთნელი არ არის, აი რაღაც სულ სიახლეებს იგონებს და აი არაფერი რაღაც სტანდარტული მწვრთნელია რა. კარგი мотиваტორია ვამბობენ მეტი. ხო, მაგრამ ეგეთი რა мотиваცია რა სიტყვები უნდა თქვა. აქ მე მგონი დორტმუნდის თავი მიზანი იქნება ის, რომ როგორმე შეინარჩუნოს რაც შეიძლება ცოტა ანგარიშით მარცხი ბარსელონაში, იმიტომ რომ პირველი თამაში აქეთ მონჟუიგზეა და შემდეგ აი ყვითელი იმის იმედად იყოს კედლის. თუმცა, ხო, მაგ შანსებიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მცირე, იმიტომ რომ ბარსელონა იმდენად დაფრინავს, თან ბეტისთან მეორე ტაიმი არ ითამაშეს, მე მგონი ცოტა თავი შემოინახეს და სრული ყურადღებით იქნება დორტმუნდის ბორუსიაზე. თუმცა, საინტერესო არის ის, რომ ყველაფერი ესე დავარცხნილი თუ წამოვიდა ამაზე რა, შენ კი არ გჯერა, მაგრამ მედარეზი ისე წავედით, რომ ფავორიტები გადიან და ჩემპიონთა ლიგა იმიტომაც გვიყვარს პრინციპში, რომ ზოგჯერ ესე იმიტომ რომ ჩემი ახდება. ხო, დავარცხნილი არ არის ყველაფერი და ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მაგარი მატჩები გველის. ცუდი ის არის, რომ ერთმანეთის პარალელურად არის წყვილ-წყვილი მატჩები და მოკლედ რამდენიმე გაჯეტი გვჭირდება იმისთვის, რომ ყველა მატჩს მივადევნოთ თვალი. ეს არის ბოლო ტურში ლიგის ფაზაში ისეთი დაგვატრეილინგეს, რომ აქ მარტივად ვიზავთ. ეს იყო პრინციპში რაც გვინდოდა გვეთქვა, მანამ სანამ დაგემშვიდობებით, გთხოვთ კიდევ ერთხელ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და გამოყვეთ Facebook-სა და TikTok-ზე. ვიმყოფებით ისევ ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცეში, ჭავჭავადის 27-ში, ვისაც გსურთ რომ ძალიან ლამაზ და მყუდრო ადგილზე იმუშაოთ, მე ვფიქრობ რომ ტერმინალი არის идеალური ვარიანტი ამისთვის. მედარეზი პრინციპში გემშვიდობებით, ირაკლის უნდა რაღაცების თქმა თქვენთვის და მოდი ირაკლიც დაგემშვიდობებათ და პლუს რაღაც ინფორმაციას მოგაწვით. ხო, მე ის თქმა მინდა და მე იმის თქმა მინდა რომ ფეხბურთში ფუტზალში საქართველოს ნაკრები არის ძალიან ახლოს ევროპის ჩემპიონატზე რომ მოხვდეს, გჭირდება კოსოვოსთან ფრის თამაში მაინც გასვლაზე, აქ მოუგეთ 3-1 მოუგეთ აქ და ნუ საფრანგეთს ვეთამაშებით სახლში ახლა რამოდენიმე დღეში, მაგრამ საფრანგეთი აი ძალიან ტოპ დონის გუნდი, ერთი 5 მოთამაშე რო დააკლდეთ, მაინც არაფერი არ შეეტყობათ რა, აი ძალიან ტოპები არიან უბრალოდ. ძალიან საინტერესო თამაში იქნება ახალ სპორტის სასახლეში და გირჩევთ რომ მოხვიდეთ და კოსოვოსთან წარმატებები უსურვოთ, თან ძალიან კარგი ნაკრები ყავს ჩვენც. იქნება პირდაპირ ნეტა ტელევიზორში. პირდაპირ ტელევიზორში არ ვიცი, მაგრამ YouTube-ზე აუცილებლად იქნება პირდაპირ, მაგრამ live-ში რომ მოხვიდეთ, უფრო გირჩევთ, მე აუცილებლად იქ ვიქნები საფრანგეთთან თამაშზე. და კოსოვოს YouTube-ზე უყურებ live-ში სამწუხაროდ არ გვაქვს და კიდე რამის დამატება დაიმშვიდობე? დაიმშვიდობოთ? ნახო. არა, როგორც სტანდარტული დამშვიდობები, როგორც გვაქვს, ითამაშეთ ფეხბურთი, უყურეთ ფეხბურთს და რაც თავარია, გიყვარდეთ ფეხბურთი მომავალ შეხვედრამდე.